მიაღწია თუ არა თბილისში ჰაერის დაბინძურებამ კრიტიკულ მაჩვენებელს პირველად საქართველოში ჰაერის ხარისხის შესამოწმებლად თბილისის ქუჩებში ეგრეთ წოდებული ინდიკატორული კვლევა ჩატარდა. ეს ევროპაში არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოშიც გამოიყენა და შერჩეული იქნა ადგილები, სადაც ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა. მილები დამონტაჟდა 2 კვირით და შემდეგ შედეგები ბრიტანეთის ლაბორატორიაში გადაეგზავნა. მიღებული შედეგებით კი თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საშუალო და კრიტიკულ ზღვართან მიახლოებული მაჩვენებელი გამოვლინდა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტია. ამ დარგის სპეციალისტები, ტოქსიკოლოგები კი აცხადებენ, რომ ჰაერში აზოტის დიოქსიდის საშუალო მაჩვენებელიც კი ჯანმრთელობისთვის შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში გვერდდება გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია. ბატონ თემურ, მოგესალმებით, დიდი მადლობა პირდაპირ ჩართვისათვის. ბატონ თემურ, რა სიტყვით თქვენ ამ შედეგების შესახებ? რამდენად არის კრიტიკული მაჩვენებელი ჰაერის დაბინძურების მხრივ დედაქალაქში? მოგესალმებით, თქვენს მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მომეცით საშუალება. მე ძალიან უწუხ იმასთან დაკავშირებით შეკუთებული ვარ, რომ სიტყვა კრიტიკულმა თქვენ საუბარში გაიჟღერა 5-ჯერ დავწვალე და კრიტიკული გაცილების სხვა მნიშვნელობა არის. ანუ ჩვენ პირველ რიგში უნდა ხაზი გავუსვათ, რომ სწორედ იმიტომ ვატარებთ ინდიკატორულ გაზომვებს, რომ ზუსტად ვიცოდეთ სადა გვაქვს პრობლემა და ამ პრობლემას მივხედოთ. საბედნიეროდ კრიტიკული რასაც ხია, ანუ მრავალჯერადი გადაჭარბება ნორმებზე, სწორედ ამ გაზომვებში არ დაფიქსირებულა საბედნიეროდ, ანუ ჩვენ იქ სადაც ნორმა პირობითად იყო 40, დაგვიფიქსირდა 80-მდე, ანუ ეს არის ერთჯერადი გადაჭარბება 100%, რაც რა თქმა უნდა ცუდია, რა თქმა უნდა საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, ქალაქის მხრიდან აქტიურ ზომებს, მაგრამ კრიტიკული ამას ქვია საშუალო გადაჭარბება, ძალიან მაღალი და კრიტიკული გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობებია 3 მაგი, 4 მაგი, 5 მაგი გადაჭარბება, ისევ და ისევ არ მინდა სმეულმა ჩათვალისწინო ჩვენ ამაზე არ დავდევთ. გაწუხებს მნიშვნელოვანია თბილისის არმიდის სერიოზული მუშაობა, მათ შორის ეხლა მოგახსენებთ საზოგადოებას, რომ არსებობს კრიტიკული დაბინძურება. კრიტიკული დაბინძურება დაგვიფაროს უმეტმა არის 4 მაგი და 5 მაგი გადაჭარბება, რაც ჩვენ არ ქონია თბილისში მათ შორის ინდიკატორული გაზომვები. ანუ ჩვენთან თბილისში ჯერჯერობით მხოლოდ ერთ მაგ გადაჭარბებაზეა საუბარი თუ როგორია? ერთ მაგ გადაჭარბებაა ცუდია, ხასუსა. ცუდია საჭიროებს ჩარევას, საჭიროებს მართვას, საჭიროებს ყურადღებას, მაგრამ არ მინდა რომ თბილისის მოსახლეობამ ჩათვალოს, რომ ჩვენ გვაქვს ნამდვილად კრიტიკული მდგომარეობა. მაგრამ ამავდროულად ყველა ის ადამიანი, რომელიც არ ერიდება კატალიტური კონვერტერის მოჭრა საკუთარი მანქანიდან, ყველა ის ადამიანი, რომელიც არ ერიდება იმას, რომ მაგამაინც ესე იგი მანქანით უნდა მივიდეს ბოლოს წერტილამდე და ფიქრობს, რომ არ ჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქს, ხო? ამ ადამიანებს მინდა უთხრა, რომ სწორედ ამ მიზეზების გამო ჩვენ გვაქვს ეს გადაჭარბება. რა თქმა უნდა, ტრანსპორტის ლაკაბი არის მოსაწესრიგებელი, მანქანების ტექნიკური გასწორება და გაუმართავობის პრობლემა გადასაწყვეტია და ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობს მთავრობა, მაგრამ საზოგადოების თანაზიარობის გარეშე მარტო სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის ზონების გამკაცრებით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. ეს საზოგადოება ჩვენ სფეროში, გარემოს დაცვის სფეროში, საზოგადოება არის 100% თანაზიარი ყველა პრობლემის, რომელიც არსებობს. კი ბატონო, ბატონ თემურ, რამდენიმე ინიციატივა დამუშავებულია უკვე და ვიცით რომ მომავალი წლიდან შედის ძალაში ესე ვთქვათ იგივე მანქანების ტექნიკური დათვალიერების საკითხი და ასე შემდეგ, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ რომ ეს ასე ვთქვათ ხელოვნურად მოხდა მისი გადადება და შეიძლებოდა რომ ვთქვათ წელსვე ამოქმედებულიყო და ამ პრობლემის გადაჭრა ვთქვათ დაწყებულიყო მიმდინარე წელსვე. ან ამას გარდა ექსპერტები და სპეციალისტები ასევე საუბრობენ ამ მწვანე საფარის ნაკლებობაზე დედაქალაქში. ამ მიმართულებით რა კეთდება? მოგახსენეთ, მოდი მწვანე საფარით დავიწყოთ, მნიშვნელოვანია. ჩვენ ქალაქში ერთ-ერთი საფრთხე პრობლემაა აზოტის დიოქსიდის გარდა გვაქვს მტვერი, მიკრომტვერი. დიახ. ამ მტვერის გენერაცია მათ შორის ხდება ეროდირებული ზედაპირებიდან, სადაც არის ტალახი, რასაც ჩვენ ხედავთ, არის მიწა და არ არის გამწვანება. ეს არის ერთი მიმართულება, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა მიმართულება არის მანქანებიდან გამონაბოლქვები, არის სამშენებლო პროცესებიდან
აღებული მტვერი, მაგრამ ესეც არის ჩვენ ამ მიმართულებით ქალაქთან მუშაობთ, გამწვანება აუცილებელია. ქალაქს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა ახალი რეკრეაციული ზონების შექმნის და სწორედ ამ დღეებში მიდიოდა მუშაობა მერიაში, მიდიოდა სახელმწიფო კანცელარიაში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ქალაქი გამოაცხადებს, იმიტომ რომ თავრობაზე ეს უკვე გაჟღერდა ახალი რეკრეაციული ზონების შექმნის გეგმას. ამას დაემატება მანქანების ტექნოლოგია და მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი ჩართული ამ სფეროში და ეს არ არის ისე, რომ ხვალ ჩვენ გამოვაცხადოთ მანქანების ტექნოლოგია და დაიწყოს ტექნოლოგიების სადგურები უნდა ამოქმედდეს, რეგულაციები უნდა ამოქმედდეს. ჩვენ წელს უკვე გავამკაცრეთ საწვავის ხარისხის რეგულაცია, მომავალ წელს კიდევ უფრო მკაცრი იქნება. დამატებითი თვითშეზღუდვის ნორმები შემოდის მწვანე მარკის ფორმით. საკმაოდ დიდია ინიციატივების პაკეტი, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაუყოვნებლივ ვერ იქნებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სერიოზულ მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ არ ვაღიარებთ იმას, რომ ხანდახან უნდა ვისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუ ჩვენ არ ვაღიარებთ იმას, რომ ცოტა ფეხითაც უნდა გავიაროთ. თუ ჩვენ არ ვაღიარებთ იმას, რომ მანქანას როცა უკიდურებთ, მარტო ის რომ იაფია არ არის განსაზღვრელი ფაქტორი და იმაზეც უნდა ვიტყოთ ის იაფი მანქანა, რაც ამკვლევს აერში. ამ ყველაფერს თუ არ გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს შემოღებელი ზომები ან არ იქნება ეფექტური, ან დაიწყება ის, რაც მოხდა ბევრ ქვეყანაში, რომ ამ ზონებმა ვერ გაამართლა, მე დაიწყეს ნომრების მიხედვით მანქანების შეზღუდვა, მე დაიწყეს გარკვეულ ზონებში მანქანების არ შეშვება. ჩვენ ადრეულ ეტაპზე არ მივხედავთ ამ ყველაფერს და არ ვიქნებით სანაზიარი პროცესის, გაცილებით უფრო მეტი შეზღუდვების შემოღება მოუწევს სახელმწიფოს ამ ნორმების დასაცავად, ვიდრე დღესაგვარად და გაცილებით მეტი დისკომფორტი იქნება ამ ყველაფერთან. ბატონო, მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით რამდენად ხედავთ პრობლემას? ვიცით, რომ ახალი ავტობუსები უნდა შემოვიდეს, მაგრამ დარჩება ისევ ეს ძველი ბაზა, რაც დღეს მოძრაობს ქალაქში, რაზეც არის საუბარი, რომ ეს ტრანსპორტიც იწვევს, ანუ აქვს გამონაბოლქვი და იწვევს გარკვეულ. რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გაფრქვევებში. მოგეხსენება, სადღაც მომდევნო 5 წლის მანძილზე ქალაქმა უნდა იკიდოს დაახლოებით 800 ახალი ავტობუსი. სამწუხაროდ ერთიანად ასეთი რაოდენობის თანხა ქალაქს არ გააჩნია, რომ 800 ერთად იკიდოს. ის რომ პირველი ნაბიჯები უკვე იდგმება, ეს არის ძალიან კარგი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში არათუ გაზზე, არამედ საერთოდ ელექტროავტობუსებზე გადასვლა შეძლებს და მთავრობა იხილავს საერთოდ ელექტროავტობუსების და ელექტროტრანსპორტის საქართველოში წარმოების საკითხს. ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ ამ საქმეში, გვინდა საერთაშორისო ფონდების ჩართვა და რეალურად დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ არათუ გაზის, არამედ საერთოდ ელექტროავტობუსების მოყოლება თბილისში. ეს რამდენწლიანი პერსპექტივაა? ეს რამდენწლიანი პერსპექტივაა დაახლოებით, რა პერიოდში შეიძლება ეს განხორციელდეს ეს გეგმა? ეს არ არის პროცესი, რომელიც შეიძლება ეს დაუწესდეს დამთავრდეს. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში აწყობის დონეზეც რომ უზრუნველყო ჩვენ გამოშვება ასეთი ტრანსპორტის, ეს არის მინიმუმ 4-5 წლიანი პერსპექტივა. მანამდე თბილისი აპირებს, რომ გაცილებით უფრო ეკონომიური ტრანსპორტი შემოიყვანოს, მაგრამ ჩვენ საბოლოოდ აუცილებლად გადავართ ელექტროტრანსპორტზე. საქართველოში როდესაც ჩვენ ზრუნავთ ელექტროენერგიის გენერაციის სიმძლავრეების გაძლიერებაზე, მათ შორის განვიხილავთ იმასაც, რომ მნიშვნელოვანად ჩვენ დავჭირდება ელექტროტრანსპორტი და ესეც იქნება ერთ-ერთი საფუძველი მიმართულება იმ ახალ ელექტროსისტემაში, რომელსაც დღეს ენერგეტიკის სამინისტრო და ზოგადად საქართველო აყალიბებს. კი ბატონო, რეკრეაციულ ზონებზე გკითხავთ, დაახლოებით რამდენი ახალი ასეთი ზონა უნდა შეიქმნას უახლოეს პერიოდში, როგორია გეგმა? ეს არის თემა, რომელზეც ახლა მიდის მუშაობა. საუბარია იმაზე, რომ თბილისის გაფართოების გეგმაში ახალ რეკრეაციულ ზონებთან ერთად შესაძლებელია, ეს არის იდეა, რომელიც ახლა მუშავდება, ბავშვად მოხდეს ჩანაცვლება და თბილისის პარკებში, სადაც არის ძველი განაშენიანება, ამ ხალხს მიეცეს ახალ დეველოპმენტის ახალ ზონებში მიეცეს ახალი მიწები, იქ მიეცეს საშუალება ახალი მშენებლობის და თბილისში გამონთავისუფლებული ადგილები დაუშვათ დაეთმოს მწვანე ზონებს, იმიტომ რომ მოგეხსენება საკაც თბილისის განაპირას ჩვენ რათა უნდა ვაშენოთ რეკრეაციული ზონები. ცენტრში მაინც ისეთივე პრობლემა გვექნება, ამიტომ ეს ჩანაცვლების
მოდელი როდესაც რაღაც მშენებლობები, რაღაც ნაგებობები, რაღაც დასახლება გადადის პერიფერიაზე და იქ გამოთავისუფლებულზე ახალი საოფისე შენობები კი არ შედება, არამედ მწვანე ზონები იქნება. ეს არის მოდელი, რომელიც გამოყენებულია ძალიან ბევრ აზიურ ქვეყანაში, სადაც თავიდან იყო პრაქტიკულად ისეთი მდგომარეობა, რაც თბილისშია, როცა ცენტრში აღარაფერი აღარ დარჩა, მწვანე და მე უკვე ქალაქის გაფართოებასთან ერთად დაიწყეს დაბალანსება. ჩვენ გვინდა რომ მსგავსი მეთოდი გამოვიყენოთ თბილისში. ამიტომ ზუსტად გაიქნება და როგორ იქნება, ამას განსაზღვრავს რა ადგილები მოიძებნება ამისთვის და ვინ იქნება თანახმა, ბავშვად ახალ თანამედროვე უბანზე გაცვალოს ძველი უბნების ნაგებობები და ძველ უბანში არსებული მიწები. დასაგებია, დიდი მადლობა ბატონ თემურ, სამწუხაროდ ჩვენთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა, ჩვენ ამდენიმე კითხვა დაგვჭირდა და ეს თემა ალბათ საჭიროებს კიდევ უფრო მეტად დეტალურ განხილვას, თუმცა დიდი მადლობა ინფორმაციისთვის და თემურ მურღულია, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, საუბრობდა ჩვენთან პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზეა, თუმცა მინისტრის მოადგილესგან მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ კრიტიკული მაჩვენებელი არ არსებობს და მთავრობა კონკრეტული მიმართულებით გეგმავს ღონისძიებებს იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს. თქვენ უსმენთ საათის თემას, რამდენიმე წუთში კი პირდაპირ ეთერში კომერსანტის ახალი ამბები დაბრუნდება დროებით.